წინამდებობის პლატფორმას აქვს დღეს სამი თემა ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი არის იმისი კიდევ ერთხელ დაგმობა, მაგრამ მე მგონი ეს აღარც ყოფნის იმ ძალადობის, რაც დღეს არის გამჟღავნებული პირდაპირ ქალების წინააღმდეგ, ქალ ჟურნალისტების თუ ქალ აქტივისტების წინააღმდეგ, ყველაზე სასტიკი ფორმებით, რაც არის გამჟღავნება და გამოხატულება იმისი, თუ რამდენად ბარბაროსული და ჩამორჩენილი გახდა ეს რეჟიმი. ეს არის მართლა ნიშანი იმისი, რომ ცივილიზებული ფორმები საერთოდ დაკარგული აქვს. ეს არის ცხადი არის მიუღებელი და მიუღებელი არის ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის. ეს ხდება იმ დროს, როცა ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე არის, არაფერი არ აწუხებთ, ხელს დადიან ეკლესიაში, უჭირავთ უზარმაზარი სანთლები და ამ დროს ქალების წინააღმდეგ, სრულიად უდანაშაულო ქალების წინააღმდეგ მიდის ასეთი ბარბაროსობა იმ კრიმინალებისგან, თუ მოკრიმინალო ელემენტებისგან, რომელიც პირდაპირ არიან გაშვებული ქუჩებში და კარტებლანში მიცემული მათთვის. ეს არ არის მარტივი სიტუაცია, იმიტომ ეს არის ისეთი რამ, რაც შეიძლება ყველას მოუბრუნდეს ერთ დღეს, როცა უმართავი ხდება ქვეყანა, მერე მისი დალაგება ბევრად რთული არის და ეს უნდა ყველას გვეხებოდეს. ვინც არ უნდა იყოს და ვისი პოლიტიკური მომხრეც არ უნდა იყოს, აქ ლაპარაკი არის ჩვენი საზოგადოების მომავალზე, ჩვენი შვილების მომავალზე, რომელსაც უნდა ყველანი ვიცავდეთ. მეორე საკითხი, ასევე გამაოგნებელი, არის რეაქციები, რბილად ვიტყოდი, მსუბუქი რეაქციები, რაც მოყვა იმას, რომ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი დგას წითელ მოედანზე, თურმე გარდაიქმნა სახელი და დღეს რომანოვი არის და გუშინ იყო ფარცხალაძე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ლაპარაკი არის ქართული ოცნების ყველა ლიდერზე, რომელიც ერთი მესაჟბოქსით დღეს გველაპარაკება, რომელიც გუშინ ამბობდნენ, რომ დასანქცირებაზე ვერაფერს ვერ იტყოდნენ და პირიქით უნდა დაეცვათ ფარცხალაძე სანქციებისგან, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. დღეს როცა მტკიცებულება კი არა, გააშკარავება არის ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება მისი როლის და მისი მოღალატეობრივი საქმიანობის შესახებ, თურმე დღეს აღარ იციან მტკიცებულებები თუ არა აქვთ და ერიდებიან პასუხს და პასუხისგებლობას. და ეს არ არის მხოლოდ ნიშნის მოგება ოცნებაზე, რომ აი მოუშვეს ასეთი ადამიანი და დღეს ვეღარ აღიარებენ, რომ მათი პასუხისგებლობა იყო. ლაპარაკი არის იმაზე, რომ გენპროკურორი არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი ინფორმაცია, თუ არა სრული ინფორმაცია ქვეყნის შესახებ და მისი გადაბარება მთლიანად რუსეთის გვერდში და პუტინის გვერდში მდგომა ნიშნავს, რომ მასთან ერთად გადავიდა რუსეთში ძალიან დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ და ამაზე ყველა უნდა ფიქრობდეს დღეს და პირველ რიგში ის უწყებები, რომელსაც დღეს ებარება საქართველოს უსაფრთხოება. თუ ვინმეს აქვს კიდევ რაღაცა განცდა, რომ პასუხისგებელი არის ქართული ოცნება ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, ამაზე დღეს უნდა რეაგირება იყოს, გამოძიება უნდა იყოს და სერიოზულად მიიღება და არა იმაგდებული ფორმით, რაც ეტყობოდა გუშინდელ პასუხებს საჯარო სივრცეში მედიასთან კითხვებზე, დასმულ კითხვებზე. და მესამე, და მე მოუწოდებ საზოგადოებას, რომ წაიკითხოს მთლიანობაში ბატონი პრემიერის, ვითომც ეგრეთ წოდებული პრემიერის წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გაგზავნილი. ეს არის პირველ რიგში სამარცხვინო, იმიტომ აქ დაცული არ არის არც ერთი, არც პროტოკოლური
არც მეგობრული ურთიერთობების არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს, არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, ის არის, რაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ და რას უნდა უყურებდეთ. ჩანს აქ სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების იმის მიმართ, რომ ალბათ პირველი შედეგი არის იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს, ვერც მეგობარი აქტის შედეგებს ვერ დაალაგებს და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი უკვე ნერვიულობა არის ქართულ ოცნების წრეში და ამისი გამომჟავნება არის ეს წერილი, რომელიც ძალიან მაინტერესებს ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი, ალბათ დღეს ამისთვის არ ცალია და ნაკლებად ცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხარო არის, იმიტომ რომ ეს იქნება მათთვის, ვინც წაიკითხავს ამ წერილს, ძალიან გამაოგნებელი იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელიც 30 წელზე მეტი არის ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, ან ყოველ შემთხვევაში მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ის დღევანდელი თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარა იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე და 30 წელი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების მსოფლიოში მოქალაქის მიხედვით და ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ქართული ტრადიციული აქაც მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს მაჩვენებელი, რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების ჩამოშლის, მორალურად ჩამოშლის და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ.